მოქალაქეებს რომ ჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს, რომელსაც მერე გავეცნობი უფრო დეტალურად, ეს ჯგუფი ადვოკატების და იურისტების, რომლებიც იმისთვის შეიკრიბენ ერთად, რომ სწორედ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. დაიცვან მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები, როცა საჭირო არის პირველ ეტაპზე და ამისთვის მე მგონი ცხელი ხაზიც იქნება თუ არის უკვე და მათ მერე გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც მათ ესაჭიროებათ და ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ პრობონო და ეს არის ძალიან დიდი მე ვიტყოდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება, როგორც კი ეს ინიციატივა გაჟღერდა და როგორც კი ეს ადვოკატებს გაუზიარე და ეს იყო თქვენგან გამოხატული ჩვენი მოქალაქეების დაცვის სამართლებრივი ეფექტური გზა. მადლობა მინდა უთხრა ყველა ადვოკატს და იურისტს, რომელიც აქ არის და ყველა არ არის უფრო მეტნი არიან და მიხარია, ეს არის 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი პირველივე ჯერზე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ეს ჯგუფი. ბათუმში არიან ადვოკატები, ქუთაისში არიან ადვოკატები, რომლებიც ასევე შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და ისინი მზად არიან პრობონო უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება. შეიძლება დაიცვას შეკითხვა, რა უნდა გააკეთოს ადვოკატმა იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არ არის სამართლიანი და ჩვენ არა მარტო არჩევნები მოგვყარეს, არამედ სასამართლოს მოგვყარეს უფრო ადრე. და როდესაც სასამართლოს ყარავენ, ლოგიკურია რომ არჩევნებსაც მოიპარავენ. მიუხედავად ამისა, ადვოკატებს გვაქვს საშუალება რომ დავანახოთ მოსამართლეს, როდესაც ის მხოლოდ 15 წუთს გამოყოფს მტკიცებულების წარმოსადგენად, როდესაც ის არ აძლევს საკმარის დროს ადვოკატს სამართლიანი დაცვის უფლების განსახორციელებლად, რომ ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე არა მარტო საქართველოს სასამართლოებში, არამედ საერთაშორისო სასამართლოში.